როგორც წარმოების პრობლემა არ აქვს არავის, აღარც კომუნიკაციის პრობლემა არ არის და ხა ყოველდღიურად საქართველოშიც კი ხო რამდენი გზავნილი შემოდის ჩვენ თავში, რამდენი სარეკლამო გზავნილი და ის არის და აქ ხედავ უნდა გამოირღვე რა, ხო? რაღაცა სხვა დაიძახო, სხვა გააკეთო და მე ამ ყურადღებას რომ მიიქცევ, უნდა დაამტკიცო რომ ღირდი შენ ამ ყურადღებად, ხო ხვდები? თორე იძახე, ჩაიგრძენი და გადაიგრძენი და შეიგრძენი და ყველა ერთ და იგივეს რო ლაპარაკობს, ხო? ეხლა ხშირად ვსვავ ხოლმე რა, კითხვას, ვთქვათ, მასტერ კლასის ან ლექციის დროს, რომ აბა მითხარით ვინ ლაპარაკობს ხარიცხზე. და პასუხობენ ადამიანები რა, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობს, ანუ ვერ იმახსოვრებ, ხვდები? ეს არის ერთნაირი გახდა ყველა, ხო, ამიტომ ამ ერთნაირობიდან უნდა გამოირღვე, მაგრამ ქვეყანაში ყველა ინდუსტრიაში არის პირველი, მეორე და ეს ორი გულობს, მოდი ასე ვთქვათ რა, იმიტომ გულობს ეს ორი, რომ სხვა დანარჩენი ვინ შემოდის, ამათნაირად თამაშობს რა. ამათი სტანდარტები თამაშობს. ამათი ხო და ეხლა წარმოიდგინე ამ სიტყვათა თანწყობას ტერმინს ქვია კუმულატიური უპირატესობა, ანუ ტიპი 30 წლის წინ არის შენზე. მისი შექმნილია ეს წესები და ამ წესებით ვერ მოუგე. და არ ჯობია ეს ფული ჩადო განსხვავებულობა და გამორჩეულობაში, რასაც ითვალისწინებს ლურჯი ოკეანის სტრატეგია სხვათა შორის, რომელიც ბიზნეს სტრატეგიაზეა და იქიდან განსხვავებულით აიცილო ეს ყველაფერი თავიდან.